პაპაზე გავთ ესეთი საოცარი რაღაც ნათქვამი, სადილად რო დაჯდებოდაო, აი ეს მოწესრიგებული საყელო შეკრული არ მახსოვს, რომ შეხსნილი ჰქონოდაო. რაღაც განსაკუთრებული ტრადიციები სხვაც ჰქონდა, რომელიც აი ეს რო გავიგეთ და ლადომ მომიყვა, ლადომ წაიკითხა. აღვთოვანი და ძალიან მაგარი იყო. კიდე რას გაიხსე? ეს ამბავიც რო უყევით, რატო აკეთებდა ამას? და კიდე რას გაიხსენეთ პაპაზე, იმიტომ რომ ძალიან ჩელთი იყო, აი ეხლა ვხვდები მე პაპაჩემის ნათქვამ სიტყვებს, რომ შენო არიციო, შენ ესე კი არ იცხოვრებოდო. შენ არიციო, შენ თუ გინდა კაცი იყო, მამა და პაპა გეწოდებოდესო. შენ მოგიწევსო, შენ თავთან უამრავი ბრძოლის გადატანა. შენ ყოველდღე იქნები შენ თავთან ომში. რომ შენ მიაღწიო იმას, რომ გერქვა სახელად მამა და პაპა. აი ისე ყველაფერში გაგვიმართლო ჩვენ და აი მე და რავიმე ყველას როგორც აი სიტყვა აი იცი როგორ 100% ამიხდა აი 100%-ით ამიხდა რომ ესე იგი იმას ის რომ შენ რაღაცა გინდა შენ რომ ეს რაღაცა გინდა ამას შეიძლება ეს მოყვეს ეს რომ მოყვეს აქედა რამდენი რამე ფუჭდება და თუ დაიკიდებ იქ უფრო რამდენი რამე აი ანუ შენ თავს იწევ ბრძოლაში და შენი თავიც გიწევს ბრძოლაში გაიგე ის გაჩვენებს თავს რომ უნდა იმიტომ რომ შეიძლება გთვლის სუსტინების ყოფისად იმიტომ რომ მე ვსვამდი და ვსვამდი ხო არასოდეს ჩემინებით აი როგორც კი ჩემინებით გავანებე თავის შემეტყო როდესაც ტვინს უნდა რომ არ მიიღოს რაც სასიკვდილოა რაც ცუდის მომტანი ადამიანებისთვის და პიროვნებისთვის გამომდინარე აქედან და ორგანიზმი არ იღებს თვითონ. გეტყვი, აი მე-5 წელია უკვე გახდა, მე-5 წელი დაიწყო რა. რაღაცა 4 თვე დაიწყო უკვე. და ისა არ დამილებია პივაც კი. იმიტომ что აი სპირტიანით არ გამიწმენდია. და 11 იანვარს გავხდი 68 წლისა და მაშინ დავანებე თავის სიგარეტს. მე 50 წელის სტაჟით წეველი. აი ღამის 3 საათამდე მიმიშვა ორგანიზმა და მოვწიე ღამის 3 საათზე თავს ვერ ვდებ ის ემახველებს. ჭდილა გათენდა. გაგნები ვარ, არ მინდა სიგარეტი და. ეგეცივა გამითენდეს მეც. აი გამითენდა კი არა, როგორ ჩუმათა ვარ, იცი რომ არ ვეწევი რომ. აი ეს. უფრო გახალისდა ცხოვრება, ხო? აუ ბიჭო, აი პახმელია რომ აღარ არის ჩემ ცხოვრებაში. და რო არ მახველებს და სიგარეტი რო არ არის და სასმელს რო არ ვეძებ. რა ბედნიერი, სულ ყველა რაც ამ დაღრობილი არის, იყოს მაინც ზიანი დღე მგონდა. მაინც ზიანი დღეა. აუ თუ შეიძლება ლადო ბაბუა ჩემი მინდა ეხა ამის მერე გამახსენდა ხარაგაულიდან ვარ წარმოშობით სოფელი უბისა. და ჩვენი სახლი იყო აი სულ ბოლო სახლი იყო ტყეში. ეს ბაბუა ჩემი როგორი კაცი იყო, ტყეში დადიოდა ხოლმე საწავიდოდა იქ. შანსი იყო კვირაში 3 ჯერ მინიმუმ არ გაეპარსა. ბებია ჩემი სუდასწინოდა ხოლმე, ხო მიდი ხო ის გაიპარსეო, ძროხა შეხვდებოდა გზაში, ან ღორი მეტი არაფერი. აი ტყეშიც კი გაპარსული. წესრიგიანი კაცი. ხო, ეგ მინდა თქვა, რომ ტყეშიც კი გაპარსული. მარიფათიანი. არ მინახია პაპაჩემს და წვერი მოშო. ბებია რო გარდაიცვალა, მაშინ მოუშვა წვერი. მაშინ მოითხოვა სასმელი. 72 წლისა იყო ბებია ჩემი რომ მოკვდა. 68-ისა ვარ ბიჭო. ჩემზე 4 წელი დიდები იყვნენ რა. და მოწევა დაიწყო მარგარიტა მომიტანეო, მარგარიტას მალბოროს ეძახდა. და ლუდი მიუტანე. ბებიას 40-ზე დაგვიქნია თავი წავიდა.